სხვანაირი ყავს? გაგაცნობ, გაგაცნობდით. გამარჯობა. ჩვენი თბილისის ზოოპარკის დირექტორი გამარჯობა. როგორ გძამდები? გინდოდა გაცნობა მართლა? კი, მინდოდა, რომ თქვენ დიდი ხანია მუშაობთ დირექტორად. 8 წელია. 8 წელია. მეგობრებო რომ შემოგვიერთდით. ალბათ თქვენ, ძიეთ. მე მაგალითად ცხოველები ძალიან მიყვარს. მაგრამ შესაძლოა პირობები რო არ აქვს, აი ძალიან განიცდი და ვიტრგუნები და არც მისი ნახვა არ მაინტერესებს. ისე ვიწროთ ახართ თქვენ ახლა სადაც ახართ იქ და ისეთ პირობებში არიან ძალიან ბევრი ცხოველები რომ თუ ეს არის გასართობი ადგილი და უშუალოდ სადაც უნდა გავხალისდეთ, ასეთ განცდებს არ იწვევს დღეს ზოოპარკი, იმიტომ რომ ვერ ვიტყვით რომ ძალიან სასიამოვნო საყურებელია იქ რაც ხდება. მოდი იქ თვითონ გითხრათ რა. მასთან დაკავშირებით საკუთარ ბევრი შეიცვალა, რა თქმა უნდა, ტერიტორია საკუთარ მცირეა, თუმცა ევროპაში უფრო პატარა ზოოპარკებიც არის. ტერიტორიის სიმცირე არ არის ხოლმე ყოველთვის განსაზღვრელი. რა თქმა უნდა, თუ ტერიტორია მოზრდილია, გაცილებით უფრო მარტივია ბევრი რამის გაკეთება. თუმცა ჩვენ ძალიან ბევრი რაღაცები შევცვალეთ. ჩვენ აღმოჩნდით პირველი ზოოპარკი, როდესაც მისცა სპეციალურ მენეჯმენტს დაქვემდებარებული ცხოველები. ესეთი ორი ყავს. ეს გახლავთ აფრიკული პინგვინები, რომელიც დიდი ბრიტანეთიდან ჩამოვიყვანეთ. უი, ძალიან საინტერესოა. ძალიან კარგი ბასენია. ზავდა ბორზანი, რომელიც ძალიან ბევრი რამე. დიდი მაგალითად ყვითელგულიანი პინგვინები ხარ? თეთრი შავფეხა პინგვინები ქვიათ, პატარა ზომის არიან. და ძალიან საინტერესო ცხოველები არიან, ძალიან საინტერესო აუზი გვაქვს მათთვის. პინგვინები და მეორე რა თქმა უნდა და თეთრი მარტორქა, ასე რომელიც ასევე ჩამოყალიბდა. ეს თეთრი მარტორქა. ეს ალბინოსია თუ ესეთი ჯიში თეთრი. თეთრი არ არის ეს სინამდვილეში ეს დააქვეს ბურები ეზახოდნენ მას განიერი პირი და ეთქვა white, რომელიც ინგლისელებმა გაიგეს white და ესე წარმოიდგინეთ სინამდვილეში შავი და თეთრი მარტორქა ორივე რაცისფერია. ფერში არა. რა სიტყვით დამთვალიერებელზე, რამდენად ვიცით ცხოველთან მოქცევა, წესების დაცვა, იმიტომ უამრავი შემთხვევა იყო, მათ შორის ტრაგიკული 90-იან წლებში იყო. ისეთ ხა ვერ ვიტყვით რომ აბსოლუტურად ყველაფერი წესრიგშია მიმართულებით, მაგრამ ისეთ ჯერში ძალიან დიდი რაოდენობით დამთვალიერებელი ყავს წელიწადში დაახლოებით 9 მილიონამდე ადამიანი სტუმრობს ჩვენ ზოოპარკს. თავარია კიდევ გეცავთ რომ ჩაგიკითხეთ. სტანდარტები თქვენ გინდა თქვათ რომ თქვენი ცხოველები ვახცებთ ნელ-ნელა სტანდარტებს. აღწევთ. ყველას ვერ მივახციეთ, ერთ-ერთი ძირითადი. მაგრამ გადასვლაა თქვენ ძირითადი ახლა მოცანა თუ მადვე გინდა თქვათ? ისიც რა, ორივე. ახაც იმიტომ რომ გადასვლას ვერ მოვასწრებთ სანამ სკრინინგი, ამიტომ ორივე გასაკეთებია. როდის გაგტარდით გადასვლა? არ ვიცი, ჯერ ვერ ახლა ვუშავებ. ჯერ პროექტის ადრე. მინიმუმ 5 წელიწადი უნდა მაგას. მინიმუმ 5 წელი მაინც დაჭირდება რომ. რამდენიმე წლის წინათ როდესაც ჩემებმა დაიწყეს ურთიერთობა რაღაც ცხოველები მაღალდა თქვენთან, ხო? დიახ. თქვენ იჩივლეთ რომ გიჭირთ რაღაც გამოკვება. არა, ეს მე არ ვიყავი მაშინ. ვინ იყო ეს? იცით ეს ამბავი? დიახ, ეს ამბავი ვიცი, მაგრამ ეს ჩემი წინაპრებები იყო. ჩემი წინაპრები რო არ მიიღეთ? არა, მე ყოფილი ვარ მაშინ, ასე რომ. რა შეთავაზეთ? დახმარება მთხოვეს და მე უთხარი რომ თელ ზოოპარკს გამოკვება თანამედროვე როგორც არის, ყველაფერს მოგცემთ, ოღონდ ყველანაირ დაფინანსებაზე სხვაზე უნდა თქვა თუ არა. იმ წუთში ჩაიგეთენ. ეს იყო ფეხბურთზე ზუსტად. ფეხბურთზე რატომ უნდა ეთქვათ უკაცრავად? რატომ? იმიტომ რომ ვერ შემოწმენ შემოსავლებს. ბიუჯეტიდან ღებულობენ დაფინანსებას შენ გთხოვენ, შეიძლება სამი მხრიდან დაფინანსება იყოს. ეს ნაციონალებმა მასწავლეს. მე რაღაცებს უფინანსებდი და თუმცა სამი მხრიდან დაფინანსება ჰქონდათ კიდევ. ღებულობდნენ გრანტებს საიდანაც და კიდევ ბიუჯეტიდან რიცხავდნენ იქ. სამი მხრიდან დაფინანსება ზედმეტი შემოსავალი ისე რომ თქვენ არ ჩემგან იღებენ დახმარება უნდა თქვა. მაგრამ თქვენ არ ახართ საქმის გულში, რომ ის შემოდის. როგორ იქნება საქმის გულში? და მე უკვე ვისწავლე ამ მიმართულებით. ის შესაბამისად უთხრა რომ მე დაგეხმარებით რა თქმა უნდა, მაგრამ ეგრე არა რომ გამოგიზავნოთ რაღაც და მე არ ვიცოდი სად წავიდა. თლიანად დავაკმაყოფილებ ზოოპარკს, თანაც როგორი ტიპის საკვებიც გინდათ შევუკვეთეთ საუკეთესო. ოღონდაც უარ უნდა თქვა ბიუჯეტის და სხვა ტიპის დაფინანსებებისა ყველაფერს. ასე გიგია. რა თქმა უნდა ჩემთან აღარ შემოbrunებულან ახლა მე არ ვიცი თქვენ იყავით თუ სხვა იყო, მაგრამ ეს მსგავს ქართულ ფეხბურთის საქმეს. ქართული ფეხბურთის მესუბრებმაც ვიღაცები გამოგზავნეს ჩემთან, ჩემი დიშვილი, რომელსაც ძალიან უყვარს ფეხბურთი და იცნობ. ეს იყო რამდენიმე წლის წინათ, 10 წლის წინათ შეიძლება. დახმარებათ ქართულ ფეხბურთს. იმათაც გაუგზავნე ესეთი შეთავაზება რომ აი პირველ 3 წელიწადში 100 მილიონს მოგცემთ და შემდგომ ნახოთ როგორ გაგრძელდება, ოღონდაც ერთგად ჩავსვამე რომ ყველა ფინანსი უნდა გაკონტროლდეს. ვეღარ გავიკარე ახლოს იმის შემდეგ. თქვენ მოითხოვეთ ფინანსების გაკონტროლება. თქვენ მოითხოვეთ მხოლოდ თქვენი დაფინანსება. არა, სხვა დაფინანსების გაკონტროლება, რომ მიზნობრივად იხარჯება ყველაფერი. რომ მიზნობრივად იხარჯება ყველაფერი.
სათოფეზე ვეღარ გავიკარე იმის შემდგომ იარეს ამ პროექტით იარეს და საბოლოო ჯამში დავანებე თავი და რეგბის დაუწყო მე დახმარება პრინციპში ვინც დაგანებათ რომ ჩაგესვათ ადამიანი ვინც ამას ნახავდა ხო ვიცე-პრეზიდენტი ერთ-ერთი უნდა დავნიშნო რომელიც გააკონტროლებს ყველა ფინანსს ყველა შემოსავალი და ყველა გასავალი და რომ მიზნობრივია ამას უნდა შევხედოთ და არ მოისურვებს აი რამე კონკრეტული რო ვთქვათ რომ აი დღეს ზოოპარკს აქვს ესა და ეს პრობლემა ჩვენი პირველი პრობლემა ეს გახდა დათვები რატო? დიახ, ეს არის ჩამორთვეული დათვები, რომლებიც მოგვიყვანეს ჩვენ გვყავს 17 დათვი. ეს არის ძალიან საიდან ჩამოართვეს ეს დათვი? რესტორნებიდან. ერთ-ერთი ავტორი მე ვიყავი ამ ჩამორთვების. რესტორნები საოცრებები. ეხლაც ყავს. ეს აკრძალული არ არის ეს რაღაცა. არა ადამიანურია. აკრძალული არის, მაგრამ რო ჩამოვართვან მე სად უნდა წაიყვანონ და რო და შესაძლოა. ისიც რო გავსატრეში ვერ იცხოვრებენ. არა, უკვე დაიღუპებიან თან საფათოს არის. ნელ-ნელა რო გაზარდოთ? აი პატარობიდან შეიძლება. პატარობიდან, მაგრამ ძირითადად დასრული დათვები ყავთ და თან მეორე პრობლემა ვეღარ შეითვისებენ, რაც ჭირდება დელორბუნებაში. უფრო დიდი პრობლემა, როდესაც ესეთი დათვები მიჩვეულები არიან ადამიანზე, არაშინიათ ადამიანზე, ისინი შეიძლება სოფლებში შევიდნენ და შეიძლება სოლებსაც უნდა არის გამოსავალი. არაფერი არის თავშესაფრები არსებობს და თავშესაფარი უნდა შეიქმნას. ახლა ჩვენ ამ მიმართულებითაც მუშაობთ და ნახოთ, გვინდა რომ ყოველ შემთხვევაში ჩვენი დათვებისთვის მაინც ახალ ტერიტორიაზე ამ თბილისის გასთან ავაშენოთ დათვებისთვის. ახალი შემთხვევები თუ იცით აი დათვების არსებობის რესტორნებში თუ დამთავრდა ეს არა, არ დამთავრებულა. ეხლა ჩვენი ინფორმაციით რაც არის, ეს არის დაახლოებით 30-მდე დათვი არის. ჩვენ უშუალოდ ამაზე არ მუშაობთ, არის არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც ამაზე მათგან გვაქვს ეს ინფორმაცია და დაახლოებით 30 დათვი არის კიდევ საქართველოში ეს რესტორნებთან, რომელსაც ჩვენ როგორ აკავთ, რატო არის პრობლემა მათი ბევრი არის და თქვენ დიდი ადგილი უკავიათ, ტერიტორია არის შეზღუდული, ახლა თვითონ ყვება და ის იმდენად პრობლემას არ წარმოადგენს, მაგრამ აი ტერიტორია, როდესაც რაც ხორცაჯმეებთ? არა, ძალიან იშვიათად თევზი ძირითადად ბოსტნეული ხილი. და ხორცი კვირაში ერთხელ ეკუთვნით არსებობს. კვირაში ერთხელ ეკუთვნით. დათვი ვეგეტარიანელია ძირითადად. შეზურჩენია რა. ვეგეტარიანელია და ზოოპარკს თავისი ბევრი ფუნქცია აქვს, ეს არ არის თქვა დასათვალიერებელი, მხოლოდ ეს არის საგანმანათლებლო, სამეცნიერო და კონსერვაციული ორგანიზაცია. ანუ ერთ-ერთი ძირითადი მნიშვნელობა სწორედ ცხოველების გადაშენების პირასყოფის ცხოველების აღდგენა, მათი გამრავლება და თუ საჭიროა ბუნებაში დაბრუნება. აი სწორედ ამ მიმართულებით. ასეთი ხავს რამე თვითონში. აი მაგას კი როგორ არა, ყავს ნიამორები დავიწყეთ, ნიამორები ჩამოვიყვანეთ და მივიღეთ უკვე ნამატი. ირემი, რომელიც ბადრობთ თქვენგან აქვს ერთი ირემი, ხარ ირემი, რომელსაც ფური ჩამოვიყვანეთ და იქ ჩემთან შემოვარდა ეზოში ბაბური. კი, ვიცი, ეს ისტორია ჩემთან მოხდა და კი. სპონტანურად იყო მოსული. ეხლა ჩამოვიყვანეთ აზერბაიჯანიდან ძალიან რთული საშუალება იყო კავკასიური ირემი. სხვისი ჩამოყალიბება რა თქმა უნდა. ძალიან. ხალებიანი ირმები არ გინდა თუ გავამბობ. მე ვყავს ბები ახლა ზედმეტი ვყავს და ძალიან საინტერესოა. ჩვენ ვყავს ხალებიანი ირემი, წვილი. უკაცრავად, ბატონო, სად ყავთ ეს ცხოველები თქვენ? მე მყავს ნაწილი ჭორულაში ნაწილი უბრალოდ ცოტა მყავს მე ძალიან. მე მყავს როგორ გაშვებული, როგორც ბუნებაში ცხოვრობენ. ხოლმე ესეთი დავიტოვე მე. ზებრაც ესევე მყავდა, მაგრამ იმდენ ახლა ზამთარი იყო, რომ მაინც დამთქმული იყო და საყურებლად. ბუნებაში ბუნებაში ვიყავ ჩვეულებრივად გაშვებული ეს. ლემურებიც კი ბუნებაში ვიყავდა, მე რომელიც მე მეზობლები შეაწყვეტ, ჩემ ლემურებმა და იმიტომ გადავულოცე ამათ. ლემურებიც გაშვებული, როგორც კატები ისე დადიოდნენ ჩემთან ეზოში, ბალს ვერ შეჭამდი, ხილს ვერ შეჭამდი, ყველაფერს ისინი ასრებდნენ. იცით რა მაინტერესებს? ზვიგენი მართლა ყავთ? კი, აბა. სად ყავთ? მე დიდი აკვარიუმი მაქვს ბიზნეს ცენტრში. დიდი აკვარიუმი და ახლა ორიქში ვაკეთებ ძალიან დიდი აკვარიუმი. სასტუმროს ვაშენებ სუისპირში, ძალიან საინტერესო მეზობელი ვარ თქვენი, მე იცით? ხანდახან იქ ცხოვრობ ხოლმე თქვენს გვერდით. სადეგა? აი თქვენი სახლის გვერდით. ის ნახვა გინდა აღიარე. ზვიგენის ნახვა მინდა. ჩემი სახლის გვერდით სად? ბიზნეს ცენტრი ხო? გაწმინდაზე. გვერდით ხომ არის ერთადერთი სახლი? კი. აი იქ. მაგრამ იქ ელჩია. ელჩი არ არის იქ. აბა ჟორიკა იყო და გავასახლე ჟორიკა. ჟორიკა სიცოცხლე სახლი. ნახევარი სახლი არის თქვენი დაცვაზის და ნახევარი სახლი კიდევ იქ კი ბატონო, კი ბატონო. ასე ზვიგენის გვერდით ყოფილი. ზვიგენის ნახვა გინდა და იმიტომ არის. ზვიგენის ნახვას მინდა. ძალიან ლამაზი აკვარიუმი მაქვს მე შემიძლია გაჩვენოთ. საკმაოდ დიდია. მილიონ ლიტრაზე ნაკლებზე არ შეიძლება დიდი ცხოველის მოყვანა. და ზვიგენებიც მე მყავს უფრო პატარა ჯიშის მეტრი ნახევარი. თვითონ რო გასკდეს აკვარიუმი წაიღებს. აი ურიფში სასტუმროს ვაშენებ ხო ძალიან საინტერესო სასტუმროს იქ ვაკეთებ
დიდ აკვარიუმს, სადაც დიდი ზვიგენებიც იქნებიან. რაღაც ჩარმი რომ შეიძინოს სანაპირო იქ ნაგვის მეტი არაფერი არ ჩამოდის დღეს და გონიათ რომ ტურისტები თუნდა წავილებოთ ჩვენ და სასტუმროს ვაკეთებ ახლა იქ ნაგებში საინტერესო სასტუმროს ვაკეთებ და მარტო აკვარიუმი არა კიდე სხვა შარმებიც ექნება იმ სასტუმროს რომ და ძალიან კარგი პირობებში არიან ძალიან ლამაზი აკვარიუმი ისეთი ლამაზი აკვარიუმი მაქვს ახლა ჩემები ზოგადად აღარ დავდივარ მაგრამ არ დადეგებზე ჩემს მეუღლეც დაყავს ბავშვები გარეთ და იყვნენ ესპანეთში ახლა ბარსელონაში იყვნენ და დიდი აკვარიუმია ჩემი მეუღლე არ ამბობდა მაგრამ ჩემ ცოტნემ ჩაუშვა რომ ჩვენი აკვარიუმი გაცილებით ლამაზია და მე რაც ვნახე კადრები სახელი აქვს ზვიგენს სახელებს არ არის სახელები არ არის ზვიგენი ერთი არა რამდენიმე ზვიგენია და სხვადასხვა ჯიშია რამდენიმე ჯიშის კატები მყავს ძალიან ბევრი ჩემო შუმა ზვიგენი რო ნახო 7 ჯიშის კატები მყავს კატი ხომ იცით რომელია ძალიან ლამაზი დიდი კატები მყავს ესეთი თხელი ხო საოცრად აი რომ დაფრინდა სახეები აქვს მაგათ ადამიანებს გვანანეკენ აი გაზი შეგვილა უკაცრავ კატები მყავს ჩემი ხელი გაზელი მყავს ერთი შავის კატი ძალიან დიდია საოცრად ლამაზია ეხლა მინდა დავსვა ერთი კითხვა ვინ რა იარაღს დაემშვიდობებოდით არც ერთი იარაღი არ არის კარგი მე თუ მკითხავ ის რომელსაც არ იყენებ მხოლოდ იმისთვის რომ გამიტარდე და საკუთარი თავი ერჩინო შრომის იარაღი კი ბატონო მაგრამ ის რომ ერთი ადამიანი მეორეს ანადგურებს ალბათ ამ მიზნით არც ერთი იარაღი არ არის კარგი და ყველა იარაღზე უარი უნდა თქვას ადამიანმა გონება ამ დონეზე უნდა გავავარჯიშოთ და მივიყვანოთ ოკეი ირინა აბა შენ პირდაპირ გიყურებ მე აგრესიულ language ან აგრესიულ გამოთქმებს და აგრესიულ ლაპარაკს დამომშვიდობებ. კიდევ იარაღზე შორს წავიდა ირინა და აბსოლუტურად ხარს უჭერს ნინი აბა შენ ფიქრობ მე ალბათ უფრო შურს და ადამიანურ ბოღმას დამემშვიდობებოდი, იმიტომ რომ რასაც უყურებ, აწარმოება ადამიანის ფილოსოფიური ამბავია ჩვენ. ადამიანის არავის არ უხარია. აი მე აი ესე აქ არის სათავე ყველაფრის. აი რაზე ჩვენ საუბრობდით ადამიანს. და ფსიქოლოგიური მომენტი. აი შური ტერმინია. შურის რასაც იწვევს, აი წარმატებას როგორ თქვი თქვენ თქვენ სიტყვა. წარმატება არავის არ უხარია, რომ კეთილი მოსურნე აღარ აკავს და უცებ ბევრი დრო უნდა მას, მაგრამ მაგრამ არა შეგვიძლია ორი სიტყვა თქვა და რატო ხდება ამ მომენტში? ადამიანის არსებობის არსი ის რომ ის უნდა იყოს უკეთესი სხვაზე, უფრო წარმატებული სხვაზე. გარდა ამისა, არანაკლებ დიდი უბედურება იყო ჩვენთვის რომ გაიხსნათ საზღვრები. და ყველა გადის გარეთ და ხედავს როგორ ცხოვრობენ სხვები. და ამან ჩვენი უბედურება გააღრმავა. ეს არის შური, სადაც ამოვიდა. ბატონ ბიზნე უკეთრო, ეს ნიშნავს, რომ უკეთესად დაანახა საკუთარი თავი, იმიტომ რომ ნახავ იმას ქონია და ამას არა. შედარებითი სიტყვა კარგი რატომ თქვი რომ კარგი არ ვარ და უკეთესი. კომპლექსი გაუჩინა. კომპლექსი არა, მოთხოვნილება აქვს. ჩვენ ნორმალური ადამიანები ვართ, ჩვენ ძველი კულტურის მქონე ადამიანები ვართ, ამბიციურები ვართ, ჩვენ რომ ნახეთ. ჩვენ რომ ნახეთ საცხოვრობ ჩვენ და რაში ცხოვრობ და როგორ ცხოვრობენ სხვები, კიდე უფრო გაუბედურდით. რომ დავინახეთ რამდენად უკეთესად შეიძლება ცხოვრება. სურვილი არ გაგვიჩნდა? რა თქმა უნდა, ეს თავისთავად. ეს გავიჩნდა, რომ ნახეთ რა კარგია, რომ ხო შეგვიძლია წინ წავიდეთ აღმოვაჩინოთ ვისწავლოთ. ჩემს ოფერში მაგალითად, კარგი მაგალითია. მე ნახევრად ფეხშვილი გავიზარდე ბავშვობაში, ტუფლი არ მქონდა, არ მეცვალა ჩასაცმელი არ მქონდა, მაგრამ აბსოლუტურად ბედნიერი ვიყავი. ჩემ შვილებზე უფრო ბედნიერი ვიყავი თუ გნებავ, თუმცა კარგავდი ახლა ჩემ შვილებსაც. ყველა ჩემნაირი იყო. არავინაც არ იყო ფუფუნებაში და იქ არ იყო შეჯიბრებული. იგივე ჩემს მეუღლეს ვიხსენებ სამტრედიაში რაღაც 2-3 წელი ცხოვრობდი სამტრედიაში თბილისიდან ჩემი სიმამრი იყო ექიმი და დადიოდა ყველგან და იქაც იყო და მოუხდა. იქ ისეთი შეჯიბრებადობას ხატავს ბავშვობის პერიოდში რომ საოცრად დათრგუნული იყო იქ ვიღაც ცეხის დირექტორი, ვიღაც ქარხნის დირექტორი იყო და მისი შვილი სწავლობდა და კი, სოციალურ სხვაობაში ძალიან დაგმენი ერთნაირად მივიდიოდით. სულ ყველას ერთი მდგომარეობა ჰქონდათ, ყველა ერთად ცხოვრობდით და აბსოლუტურად ბედნიერი ბავშვობა მქონდა. და ჩემი მეუღლე გაცილებით უკეთ ცხოვრობდა თუ შევადარებ ჩემს პირობებს, შედარებაც კი არ შეიძლება, ექიმის ოჯახში ცხოვრობდა, ხო? შედარებაც კი არ შეიძლება, მაგრამ მისი ბავშვობა, ჩემს ბავშვობასთან პარალელს გავლებაც კი არ შეიძლება. იმხელად დისბალანსი ჰქონდა სხვებთან და იჩაგრებოდა. იჩაგრებოდა. აი ეს არის უკეთესზეა საუბარი. ადამიანის განვითარებაში საფუძველი არის უკეთესზე ზრუნვა, სხვაზე უკეთესი. ეს არის. და როდესაც ნინო ამ თემას პასუხობს, უპასუხა იდეალურად. გადაასრო მე ხო გადამასვლა მე თქვა ირინამას დამჩაგრა მაგრამ ნინო ჩავიდა ძირში თვით გადარჩენის ინსტინქტი რომელიც ამოძრებს ადამიანზე ძირთადი კოდის მასია აგებული ეს არის ამაზეა დაფუძნებული რომ სხვაზე უკეთესი იყო ამიტომაც ვითარდება ადამიანი შური უკეთრად შური ბადებს რომ შური უკან არ ხეს ადამიანს შური ცუდი სიტყვა ჩვენ ცუდი სინონიმია ცუდი დატვირთვა მაგრამ ეს იყინება ეს სინონიმი შური მე მგონი იმდენად კეტავს რომ წინ ვერ მიდიხარ რაღაცა ცუდი სინონიმია მაგრამ ამის შესატყვისია
უკეთესად ცხოვრება როცა გინდა ხო და ორივე ვიდგეთ ხო გაგიგია თანდაზები არ გაგიგია შენ რა გინდა მთხოვეო და ოღონდ შენ მეზობელს ორჯერ მეც მიცემო და თვალი ამომთხარე ხო რაცა შინელი ესე იგი ეს რა ადამიანის ამის მამოძრავებელიც არის ის რომ უკეთესი გინდა იყოს სხვაზე ეს არის ძირითადი მოტორი ეს არის ყველაფრის განსაზღვრელი და ამიტომ სინონიმები შური თქვათ რა მე ვფიქრობ რომ ბედნიერებას ეძებს